გილოცავ, შენ კიდე უფრო ახლოს მიხვედი ბედნიერ ცხოვრებასთან. ეხლა გავარჩევთ ზუსტ მექანიზმებს და უკვე გადავალთ ამის შემდეგ ზუსტ პრაქტიკებზე, რის შედეგადაც შენ შეძლებ იცხოვრო ბედნიერად. პირველი, რაც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ამხელა ცოდნა ხარ რომ მივიღეთ, მე ეს ყველაფერი ვიცი და ამის ხარჯზე რომ მე მარტო ეს ყველაფერი ვიცი შევძლებ ყველაფრის გამოსწორებას, სამწუხაროდ ასე არ მუშაობს. უნდა გავეცნოთ ზუსტ მექანიზმს, როგორ უნდა ავამუშაოთ ეს ყველაფერი. დავიწყოთ. როდესაც ცხოვრებაში ყველას გვიცდია რაღაც მიმართულების შეცვლა სხვადასხვა ასპექტებში, ზოგჯერ გამოგდიოდა, ზოგჯერ არ გამოგდიოდა, ზოგჯერ როცა გამოგდიოდა ვიყენებდით იმ ფორმულას, რომელსაც ეხლა გავშიფრავთ და საომავლოდ როცა მოგიდება რაღაც მიზნის მიღწევა, ამ ფორმულას გამოიყენებ და როცა ვერ მიაღწია რაღაცეებში, ამ ფორმულას ასე ზედმიწევნით აღარ ასრულებდი და შესაბამისად იმიტომ არ გამოგდიოდა. მოდი დავიწყოთ ამ ფორმულის გაშიფრო. პირველი, დავიწყოთ იმით, რომ შევაფასოთ ეხლა რამდენად დაგროვდა შენში ჟინი, მონდომება, რომ რაღაც შეცვალო შენ ცხოვრებაში. ერთიდან 10-მდე რომ შეაფასო, რამდენად დაგროვდა ეს ყველაფერი შენში, 1-დან 10-მდე რომ მე მინდა ეს შევცვალო. რამდენად გინდა? თუ შენი შეფასება არის 9-ზე ნაკლები, მაშინ შენ უტოვებ გზას, ძველ სცენარებს, რომ შენით იხელმძღვანელო. შენ არ ხელმძღვანელობ შენი ცხოვრებით, შენი სცენარები იხელმძღვანელებენ შენ მაგივრად შენი ცხოვრებით. რაც სამწუხაროა, ესე იგი საკვარისად არ დაგროვდა შენში ჟინი, რომ განთავისუფლდე ყველაფრისგან და ხელში აიღო ცხოვრების სადავეები. თუ შენი შეფასება 9 ან 9-ზე მეტია, ეს იმას ნიშნავს, რომ შენში უკვე საკმარისად დაილეკა ყველაფერი, საკმარისად მომწიფდა ყველაფერი და შენ მზად ხარ გადახვიდე შემდეგ ეტაპზე. შემდეგი ეტაპი არის დაეჯახო სიმართლეს. რქებით გაიტანოს რომ ამბობენ ხოლმე, ზუსტად ეგ ეტაპი არის, რომ უნდა დაეჯახო სიმართლეს. პირველი ეტაპი მომწიფება, რომ მზად ხარ ცვლილებებისკენ. მეორე ეტაპი, რომ პირაპირ ეჯახები სიმართლეს, რომ ეს ასე არის და მე მესმის, დაუშვათ, მოდი ავიღოთ მოწევა. აღარ მინდა რომ მოვწიო. ეს პირველი ეტაპი, ამოვიდა შენში უკვე ხელში რომ ეს უნდა მოწიო და აღარ გინდა რომ მოწიო. და დაეჯახე ხა მეორე ეტაპზე გადადიხარ და ეჯახები სიმართლეს, რომ მე ვეწევი. მე ვეწევი. მე აღარ მინდა მოვწიო, მე ვეწევი, მაგრამ რა უნდა გავაკეთოთ ამას? რა უნდა გავუკეთოთ ამას? მერე შემდეგი ეტაპი მოდის ემოციური გამოვლინება. რა ემოციას აღძრავს ჩემში ეს, რომ მე ვეწევი. ისევ და ისევ პაემანი ჩემ თავთან, რაც გავიარეთ, ეგ არის ის ემოციური ფონი, რომ ზუსტად რომ დავეჯახე ამ სიმართლეს და რომ ნახე ეს სიმართლე და რომ მინდა რომ შევცვალო, რას გგზნობ ხა? როგორი შეგრძნება მაქვს ამ ყველაფრის მიმართ? ამ ყველაფერს 3 ეტაპს რო გავივლით, დგება მთავარი მეოთხე ეტაპი. მეოთხე ეტაპს ქვია გადაწყვეტილების მიღება. ეხლა ნახე, შენ ეს 3 ეტაპი რო გაიარე, უკვე ესეთი გზაგასაყარებით არის და უნდა აირჩიო ეხლა. წახვალ მარჯვნივ, დაუბრუნდები იმ სცენარებს, რითაც ცხოვრობდი და შესაბამისად ამ ცვლილებას ვერ განახორციელებ, რაც გინდოდა რომ გაეკეთებინა. წახვალ მარცხნივ და მიიღებ გადაწყვეტილებას, რომ აღარ გინდა ასე იცხოვრო და შენ მზად ხარ სცენარისთვის, რომ სცენარიდან გამოხვიდე და შენი სცენარი შექმნა. ამ სცენარისთვის ხარ მზად, რომ მე შევქმნა ჩემი ბედნიერი ცხოვრება. მოკლედ, ამ გზაგასაყარიდან არჩევანზე მხოლოდ შენი გამოიღვიძებ, არ გამოიღვიძებ. მე გირჩევ, რომ შენ აირჩიო სიყვარულის, განვითარების და ბედნიერების გზა. გამოიღვიძე, ნეო! ზუსტად ეს 4 ეტაპი არის ცვლილებების, მათი გაანალიზებისთვის და მათი ყოველდღიურ ცხოვრებაში აღმოფხვრის ან დანერგვის შემთხვევაში. უმეტესობა შეცდომა რაც არის ხოლმე, რომ პირველ ეტაპზე რომ მე ეს მინდა და მე აკეთებენ უცებ გადაწყვეტილებას. იღებენ რომ მე ამას ვირჩევ რომ ესე გავაკეთო და ასე არ იმუშავებს. იმიტომ რომ რაღაცას ჯერ უნდა დაგროვდეს, რაღაცა უნდა აღმოცენდეს, ეს ბუშტი უნდა გასკდეს, სიმართლეს აუცილებლად უნდა შევეჯახოთ, ესე სახით უნდა დავეჯახოთ სიმართლეს,
მივიღოთ ეს სიმართლე, რომ ეს ასე არის და მერე შემდეგ გავაკეთოთ ეს ცვლილება. მე ხა დარწმუნებული ვარ, რომ ამდენი თეორია რომ მოისმინე, შენ უკვე რაღაც სხვა ადამიანების შეფასებაც დაიწყე, რომ შენ ამ სცენარს განეკუთვნები, შენ ამ სცენარს განეკუთვნები, შენ ამ სცენარს განეკუთვნები და ვიღაცებს რაღაც როლები უკვე მიანიჭე, მაგრამ ეს არის სიმართლისგან გაქცევა. ანუ არ დაგავიწყდეს ეს ყველაფერი, რაც მოისმინე, პირველ რიგში შენ თავზე უნდა გამოცადო, შენ უნდა ამოხსნა შენ თავში, შენი თავი დაამუშაო და პლუს 10-ში რო ახვალ, ამის შემდეგ, მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლია შენ უკვე სხვას დაეხმარო, რადგან შენ მართლა გეცოდინება, როგორ უნდა იცხოვრო ბედნიერად. სტატისტიკა არის უთხოვარი გზა, ანუ როგორ დავუშვათ, მე ვფიქრობ, რომ მე ვარ ძალიან ბედნიერი. აი 10 ადამიანი, შენი ყველაზე ხშირად ვისაც ხვდები და მაგათ კითხე, აბა შეაფასე, რამდენად ბედნიერი ვარ. აი ახლა დღესვე გააკეთე ეგ ცდა და დავუშვათ ერთ თვეში გააკეთე იგივე ცდა. აბა დღეს რას ფიქრობ, რამდენად ბედნიერი ვარ მე შენი აზრით და შეაფასებინე 1-დან 10-მდე. ეს არის სტატისტიკა, სადაც შენი ქვეცნობიერი არ მონაწილეობს და არ მოგატყუებს და გარედან რაც ჩანს, მაგას გეტყვიან. მიხვდი? მაგრამ ეხა ნახე, აქ ერთი დეტალიც არის, რომ ყველა თავის შიგნითაც არის იმას ხედავს გარეთ, თუმცა, როდესაც ერთხელ დააკვირვებ, რომ აბა შეაფასე ხა მე როგორი ვარ და მერე უკვე დაიწყებენ მართლა რეალურად შეფასებას, ის პირველი შეფასება არ იქნება სწორი. ყველა ვარიანტი არ იქნება სწორი. იმიტომ რომ არც დაფიქრებულა მაგაზე არასდროს დარწმუნებული ვარ. აი, ერთი თვის მერე რო გააკეთებ, ის შედარებით უფრო სწორი შეფასება იქნება, იმიტომ რომ შენ ერთი თვის წინ მართალი ჩავაგდე, რომ აბა ჩემი შეფასება გააკეთეთ, რამდენად ბედნიერი ვარ. ეგ უფრო სწორი იქნება ბევრად. და კიდე ერთი წინადადება, რომელიც შეიძლება გამოგვადგეს როგორც სახელმძღვანელო. მოდი ასე ჩამოვაყალიბოთ. თუ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ არ მოქმედებთ ისე, როგორც გადავწყვიტეთ, ჩვენი შედეგები იქნება ბევრად უფრო უარესი. თუ ჩვენი გადაწყვეტილების შემდეგ არ მოქმედებთ ჩვენი გადაწყვეტილების შესაბამისად, ჩვენი შედეგები იქნება ბევრად უარესი. მოდი ახლა მაგალითზე მოგიყვან ამას. ცოტა მძიმე მაგალითს მოგიყვან, რომ უფრო გასაგები გახდეს. აი წარმოვიდგინოთ ცოლი და ქონის სიტუაცია. ცოლი ფიზიკურად ცოლი კი არა, ქმარი. თუ კიდე ცოლი იყოს. საერთოდ აქ მნიშვნელობა, მაგრამ მე მაინც კაცი უფრო ძლიერია და მოდი კიდე წავიდეთ. კაცი ფიზიკურად ძალადობს ქალზე. და ეს ქალი ითმენს, ამას ქონია რომ უყვარს და ერთი დღეც მიიყვანა ტვინის შერყევამდე. ეს ქალი მოხვდა სამოთხობაში ტვინის შერყევით და მაშინ, როდესაც მოხვდა ტვინის შერყევით, ეს ბუშტი გასკდა. გადაწყვიტა რომ ასე აღარ უნდა და ჯერ სიმართლეს შეხვდა, მოვხდიეთ, სიმართლეს დაეჯახა სახით რომ ტვინის შერყევა მაგ და სამოთხობაში ვარ. მივიდა გადაწყვეტილებამ, შეგრძნება, დაიცალა, იტირა, რომ ასეთ მდგომარეობაშია და მივიდა გადაწყვეტილებამდე, რომ ქმარს უნდა დაშორდეს. სამოთხობიდან გამოდის, ქმარი ხვდება, ბოდიშებს უხდის, ყველაფერზე პატიებას თხოვს, ეუბნება, რომ შემთხვევით მოხდა, მეორედ აღარ განმეორდება, თხოვს, რომ უკან დაუბრუნდეს და ყველანაირად მანიპულაციას ატარებს მასზე იმისთვის, რომ არ წავიდეს. ქალი სამწუხაროდ ამ გასაყარიდან სადაც არის გავშორდე და არ გავშორდე, წავიდა სხვა მიმართულებით, ვიდრე აირჩია, გაშორება უნდა და აირჩია, რომ არ გაშორდეს და ერთი თვე, მაქსიმუმ 2 თვე, ქმარი იქცეოდა ძალიან იდეალურად. თუმცა, რაღაც პერიოდის შემდეგ, აი აქ ამოვიდა ისევ და უკვე ქალი დაასახიჩრა. ტვინის შერყევით კი არ დასახიჩრებული მოხდა სამოთხობაში. ესეთი ამბავი ალბათ გაგებული მაინც გექნება. შეიძლება კიდევ უარესი მდგომარეობა, რომ შენ საახლობლოში ან სამეგობროში ან სანაცნობოში მოხდა ასეთი ამბავი. და ზუსტად აი აქ არის ძაღლის თავი დამარხული. გადაწყვეტილებას რომ მიიღებ, თუ არ გაყვები შენ გადაწყვეტილებას, ბევრად უფრო მძიმე შედეგის წინაშე დადგები. და საქმე იმაშია, რომ ეს გაკვეთილი, აი ეს პროცესი, ეს წრედი, ეს გაკვეთილი განმეორდება იქამდე, სანამ ჩვენ ვერ გავიგებთ, რომ ჩვენ გადაწყვეტილებას რომელსაც მივიღებთ, უნდა გავყვეთ მას. კი, სწორად გამიგე. იქამდე განმეორდება და კიდევ უფრო დამძიმდება, სანამ
ვერ გავიაზრებთ იმას, რომ რა გადაწყვეტილებასაც მივიღებთ, იმას უნდა გავყვეთ. ანუ, ხა წარმოიდგინე, შენ რო იღებ გადაწყვეტილებას რაღაცა თემასთან დაკავშირებით, მიიღე გადაწყვეტილება, რომ არ მოვწიო და რაღაც ერთი კვირა გაქაჩე, ორი კვირა გაქაჩე და მერე მაინც მოწიე. რა მოხდა შენ ფსიქოლოგიაში? რა მოხდა შენ თვითშეფასებაში? რა მოხდა შენ თავმოყარეობაში? ყველაფერი შენმა ფსიქოლოგიამ დააგდო -10-ზე. რადგან შენ მიიღე გადაწყვეტილება, რომ არ მოგეწია, ვერ გაძელი, მოწიე, ესე იგი თვითრწმენა, თვითშეფასება, საკუთარი თავის მიმართ პატივისცემა -10-ში დავარდა. შესაბამისად, შენ არც ენერგია გექნება, არც ფული გექნება, არც შესაძლებლობა გექნება და ძალიან დაგიმძიმდება ყველანაირი გარემოება. ეს არის ცვლილებების სპეციფიკა. მოდი ახლა გავშიფროთ სპეციფიკა რა არის. ანუ 24-დან 48 საათამდე მე რაღაცამ ბუშტი გავხეთკე, ანუ რაღაცამ გადააჭარბა ჩემ შესაძლებლობებს და უკვე სოდა ძალიან ზედმეტი იყო. დავეჯახე სიმართლეს, რომ ეს ასეა და ემოციურად დავიცალე, რომ ეს აღარ მინდა, რომ ასე იყოს და გავუშვი და მივიღე გადაწყვეტილება, რომ არ გავაკეთო ეს მეტჯერ. ზუსტად 24-დან 48 საათამდე მაქვს გადაწყვეტილების მიღებიდან, რომ ეს გადაწყვეტილება გავაკეთო. თუ აქ ეს გადაწყვეტილება არ გავაკეთე, მერე არ არსებობს, ორშაბათიდან დავიწყებ ზუსტად ეგ არის. ზუსტად ეგ არის ორშაბათიდან დავიწყებ. თითქმის არ არსებობს, რომ გამოვიდეს გადაწყვეტილებას რომ ვიღებ, რა დღეც არ უნდა იყოს. სამშაბათი რო იყოს, 4 შაბათიდან დაიწყე. არ დაელოდო ორშაბათს. 4 შაბათიდან მაქსიმუმ დაიწყებ და 48 საათია პიკი. 48 საათს თუ გადააბიჯა, ჩათვალე შენი მიღებული გადაწყვეტილება სულ ტყუილად მიიღე. და პირიქით, შენი ცხოვრების ხარისხი ბევრად უფრო გაიუარესე. აი კიდე ერთი მაგალითი მოდი მოვიყვანოთ მეტი სიცხადისთვის სამსახურთან დაკავშირებით რა. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც მუშაობს ისეთ სამუშაოზე, სადაც არ მოსწონს. ძალიან არ მოსწონს. თუმცა ხელფასი აქვს რა, ნორმალური ხელფასი აქვს. და ეხლა რა უნდა, იმდენი ხანია მუშაობს, რომ უკვე აღარ შეუძლია და ხვდება, რომ აი რაღაც სიზღი გაუჩნდა სამსახურის მიმართ რა და აღარ უნდა სამსახურში იყოს და გაიფიქრა მშობლებას ავიღებ. მოდი მშობლებას ავიღებ. ერთ კვირა წავალ, ან ორი კვირა, არ აქვს მნიშვნელობა, ცოტას დავისვენებ და იქნება თუ არ მეზიწყება ის სამსახური და მე გადავხედავ რა იქნება. თუმცა ეს არაფერს არ შეცვლის. იმიტომ რომ ჯობდა ეს ორი კვირა არ ამეღო შეგულება თავიდანვე დავჯახებოდი სიმართლეს და განცხადება დამეწერა. მოწამოსულიყავი სამსახურიდან და რაღაც პერიოდი ამეღო ჩემი თავისთვის, მემუშავა ჩემ თავზე, აი რაც გავიარეთ სცენარები ეს ყველაფერი სიღრმისეულად კიდე ერთხელ გაგეტარებინა თქვენ თავში, კიდე ერთხელ უყურეთ ამ კურსს, მეორედაც, მესამედაც უყურეთ ამ კურსს, კიდე უფრო ახალ აღმოჩენებს გააკეთებთ, რაც უფრო მეჯერ უყურებთ და კიდე უფრო სიღრმისეულად განთავისუფლდებით და უფრო ბედნიერი ცხოვრებისკენ წახვალთ. ეს ერთხელ რო უყურეთ, დიდი პროცენტულობით მაინც ზერელედ უყურეთ. მეორედ უკვე უფრო დაკვირვებულად უყურებთ და უფრო სიღრმისეულად ჩაეძიებით, რაც უფრო მეც სიკეთეს მოგიტანთ. ხო და გავაგრძელოთ ხა ჩვენი მაგალითი, რომ რატო ჩვენმა ტყუილმა დაიწყო მოტყუება, რომ აი ორი კვირა დავისვენებ, კაი ხელფასია, მოდი ცოტა ხანი ცხოვრ დავჩე, მე რა მეშველება აქ რო წავიდე, მე საწავიდე, რა გავაკეთო, არ ვიცი. მოძებნე რა იცი, ზუსტად ეს არის ბედნიერი ცხოვრება. აღმოაჩინე, რისი გაკეთება გინდა, გაარკვიე, შენი კვალიფიკაცია რამდენად შეესაბამება, რა გაკლია, წადი ეს ისწავლე, შეიძინე ცოდნა, განავითარე, გააგზავნე CV-ები და იმ სფეროს მიხევი, რომელიც მართლა გსიამოვნებს და გაბედნიერებს. არ დაგავიწყდეს, რომ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მხოლოდ 24-დან 48 საათამდე გაქვს. ანუ გამოიყენე ეს დრო. ეხლა კიდე ერთხელ ჩაუჯექი ყველა დავალებას, რომელიც გავიარეთ, უფრო სიღრმისეულად ამოხსენი შენ თავში, რა სცენარით მოქმედებ, რამ შექმნა ეს, რატო შეიქმნა, ხო? და გავუშვი ეს ყველაფერი, გაანთავისუფლე და უფრო ბედნიერი ცხოვრებისკენ კიდე უფრო ახლოს მოჩოჩდი. მოჩოჩდი აქეთ უფრო ახლოს. ეს მომენტი ეხლა სადაც გეხარ,
წარმოიდგინე არის აი ზუსტად გზაგასაყარი, რომელზეც ამისთვის ვსაუბრობდით რა. აი ხლა ხარ გზაგასაყარზე. რო წარმოვიდგინოთ დიაგრამა, ხო? და დიაგრამაზე ესე დაგსელილი ესე ბევრი ფესვებივით მოვედით აი ამ წერტილამდე, სადაც ვარ, ეხლა შეგეძლო 10-დან 10-ზე ყოფილიყავი, შეგეძლო აქ ყოფილიყავი, შეგეძლო ამ შესაძლებლობები ბევრი ქონდა. მაგრამ სადღაც 0-ის ქვევით ხარ, ხო, ალბათ სავარაუდოდ. აი გაგრძელება ზუსტად ასეთივე დაგსელილია. აი ეს არის შენი წერტილი და გადაწყვეტილებები, აი ხლა სადაც ხარ, როგორ გააგრძელო? ესე დაბლა წახვიდებ კიდევ უფრო მინუსებისკენ, გააგრძელო სადაც იყავი, ცოტა უფრო გააუმჯობესო თუ ძალიან კარგად მიაღწიო იმას და მიხვიდე იქამდე, სანამდეც გსურს. ამ ხელა ცოდნის შემდეგ შენ შეგიძლია მიიღო გადაწყვეტილება. რადგან ეხლა უკვე იცი რა გსურს, სად ხარ და როგორ მიაღწიო ამ ყველაფერს, მაგრამ ამ სესიაზე და წინა სესიებზე არ ამიღწევია ტექნიკა, როგორ უნდა გაუშვა ეს წარსული ტრავმები. შეიძლება ხე გაიფიქრო, რომ აი ეს არის ის მომენტი, სადაც ეხლა იქნება ფასიანი რაღაც კურსის შემოტენვა, მაგრამ არა, არც ეს არ არის ეს მომენტი, რადგან მე ვთქვი თავიდანვე, რომ ჩემი კურსი არის უფასო დონაციაზე. შენ შეგიძლია მხოლოდ მადლობა მითხრა და ესეც გამაბედნიერებს და საკმარისი იქნება და აუცილებლად ამ ტექნიკას მომავალ 6 დღეში ავხსნი სათითაოდ. ყოველ დღეზე თითო ტექნიკას მოგცემ, რადგან ერთი დღე ჭირდება ყოველ ტექნიკას იმისთვის, რომ სრულად გაჯდეს ჩვენში, ჩვენი წარსული ტრავმები და ჩვენი ახლანდელი მდგომარეობა, რომ გაუშვათ და განთავისუფლდეთ. ეხლა მოდი დაუბრუნდეთ ამ გზას. ესე იგი, შენ უკვე იცი შენი წარსულის ბნელი კუთხეები სად არის, სად გამოიძიო. შენ ეხლა იცი, რომ წინ გელოდება ეს 6 დღიანი პრაქტიკები, თუმცა ერთი რაღაც არ იცოდი და ესეთი ბონუსი მინდა გაჩუქო, რომ სანამ ამ 6 დღიან კურსზე გადახვალ, აუცილებლად დამეკონტაქტე პირადში და მე და შენ გავიაროთ 1 საათიანი პირადი გასაუბრება იმისთვის, რომ ეს 6 დღიანი აფერმაციები, სიტყვები და წარმონაქმნები, რაც მინდა რომ გაგიზიარო იმ 6 დღეში, მიუმართოთ მიზანმიმართულად კონკრეტულად შენთვის, რაზე უნდა მიმართო ეს ყველაფერი. იმიტომ რომ ყოველ დღე რაღაც პრაქტიკას რომ მოგცემ 6 დღე კონკრეტულად ამ 1 საათიდან რასაც გავისაუბრებ, გეტყვი რაზე მიმართო და როგორ წარმოთქვა ეს წინადადება და ეს სიყვარულის გაზიარება, ისე რომ შენთვის იყოს განმათავისუფლებელი. დაგრჩა სულ 3 ნაბიჯი. პირველი, ჩემთან გასაუბრება, მეორე 6 დღიანი პრაქტიკები და მესამე, ყველაზე ბედნიერი ნაწილი, გააგრძელო ბედნიერი ცხოვრება. ამ 3-ვე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, თუ სურვილი გექნება, რა თქმა უნდა, შენ შეგიძლია შემოგვიერთდე გუნდის წევრად და დაგვეხმარო ამ ცოდნის და ამ სიყვარულის გაზიარებაში, რათა უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს ამ ინფორმაციის შესახებ და უფრო მეტმა ადამიანმა შეძლოს ბედნიერი ცხოვრება. გადადგი შემდეგი ნაბიჯი. მომწერე პირადში, ჩავნიშნოთ ჩვენთვის ორივესთვის ხელსაყრელი დრო, როდის შევძლებთ პირად გასაუბრებას, მხოლოდ ამის შემდეგ გთხოვ, გაიარე 6 დღიანი კურსი და შემდეგ თუ საჭიროდ ჩათვლი, მეორედაც გაიარე ეს კურსი, რათა ეს მეორე ხარისხოვანი სცენარებიც დავამუშავოთ. ანუ ეს პირველი ჯერი არის ეს დიდი პირველადი სცენარის დამუშავება და გაშვება, რაც უკვე ძალიან დიდ შვებას მოგცემს და მე ეს პატარები რაც არის ეგენი შეგვიძლია მეორე კურსზე მოვიშოროთ თავიდან ბოლომდე. ეს ყველაფერი დაგეხმარება რომ იცხოვრო ბედნიერად, რა თქმა უნდა, თუმცა აუცილებლად დამეკონტაქტე პირადში, რომ გავიაროთ პირადი გასაუბრება. გელოდები.